USAID-ის ყოფილი შეფის აღიარება. ჩვენ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული გავგზავნეთ. ყველა ფულადი ნაკადი შეჩერდა, როცა ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. როგორ ერეოდა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში. USAID ძალიან ბევრ ფულს ხარჯავდა მოლდოვაში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში არის ცნობილი ფაქტი. ქართული პარალელები და მტკიცებულება ტრამპისთვის. რას ელოდება თბილისი ვაშინგტონისგან? ეს არის ზუსტად ის, რაზე ჩვენ საუბრობთ უკვე თითქმის 4 წლის განმავლობაში. USAID-თან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი აშკარა არის, ამაზე ბატონო ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ღიად საუბრობს. ეკლესიაში ვიყავი და უცებ სროლის ხმა გავიგე. ამერიკა. მასობრივი სროლა კათოლიკური სკოლის ეკლესიაში. მოკლულია 2 მცირეწლოვანი, 17 დაიჭრა. ეს იყო წინასწარ განზრახული ძალადობის აქტი უდანაშაულო ბავშვებისა და სხვა ადამიანების მიერ. ვინ არის თვითმკვლელი, რომელმაც ბავშვებს ცეცხლი ეკლესიის ფანჯრიდან ლოცვის დროს გაუხსნა. იქორწინეს საქართველოში. ახალი ტურისტული მიმართულება ინდური ქორწილებისთვის. ველოდებით ძალიან ბევრ ტურისტს, ასევე ძალიან ბევრ წყვილს ინდოეთიდან. გრანდიოზული წვეულებების 15 მსხვილი კომპანია უკვე საქართველოშია. მოუთმენლად ველით, რომ ბევრი ქორწილი ჩატარდეს საქართველოში, ბათუმში, კახეთში და სხვა ადგილებში. ეთერშია კურიერი 9 საათზე. ნათია ლაზაშვილთან ერთად. კონუყურებთ კურიერ 9 საათზე დღეს 28 აგვისტოა გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამომშვიდობისა. საქართველოს პირველი მატჩი და ევრობასკეტის პირველი სენსაცია ქართველმა კალათბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ევროპის მოქმედი ჩემპიონი 14 ქულიანი სხვაობით 83-69 დაამარცხეს. ეს მხოლოდ ერთი თამაშია, მაგრამ საქართველოს უკვე ესმის მერვე ფინალის დაწყების ხმა. წერს FIBA-ს და ევრობასკეტის ოფიციალური ვებგვერდი. გაიცანით, ეს ქართული გუნდი, ესეც მსოფლიო პრესის გამოხმაურებაა. საქართველოს ევროპის 4 გზის ჩემპიონს და მსოფლიო ჩემპიონატის 2 გზის გამარჯვებულ ესპანეთს თითქმის მთელი თამაშის განმავლობაში უგებდა და ჯგუფიდან გასვლის უდიდესი შანსი მოიპოვა. ჩვენი ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი სანდრო მამუკელაშვილი იყო 19 ქულა 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა. სწორედ ის გახდა მატჩის საუკეთესო მოთამაშე. გოგა ბითაძემ 15, ხოლო საქართველოს კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, რომლის მონაწილეობაც ბოლო წუთამდე ეჭქვეში დგა, საკუთარ გუნდს 13 ქულა მოუტანა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ესპანეთმა ევრობასკეტის პირველი თამაში სერბეთისა და იუგოსლავიის გარდა სხვა გუნდთან წააგო. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი ქართული გუნდი ევრობასკეტზე მომდევნო მატჩს 30 აგვისტოს იტალიასთან გამართავს. კვიპროს ვრთავთ პირდაპირ ეთერში ლაშა დვალიშვილი მოგუყვება, რა უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას და რა განწყობაა საქართველოს ნაკრებში. ლაშა საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის ნათია, ძალიან მაგარი შესავალი იყო დახუნძლული ინფორმაციით. შენ როგორც გჩვევია, რა საკვირველია და ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე ხაზგასმით. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში მთელ შენ შესავალში, იმიტომ რომ ეს იყო მართლაც სენსაცია. არა იმიტომ რომ ჩვენ დავამარცხეთ ძალიან ტიტულოვანი ესპანეთის ნაკრები, სენსაცია იყო თუნდაც იმის გამო, რომ ჩვენ წინა სატურნირო, წინა ევროპის ჩემპიონატო პერიოდი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, მოსამზადებელ პერიოდს გულისხმობ რა პირველია წავაგეთ ყველა ამ ხანაგური შეხვედრა და შესაბამისად ამ ყველა ამ შეხვედრაში ვაჩვენეთ ძალიან უსახური თამაში შეიძლება ასეთი თქვას და ბუნებრივია არავინ არ ელოდა იმას რომ დღეს საქართველოს ნაკრები აი ასე დაამარცხებდა ძალიან ტიტულოვან და მრისხანე ესპანეთის ნაკრებს, თუმცა მოხდა ის რაც მოხდა და მოხდა სავსებით ლოგიკურად გამომდინარე იქიდან რომ ეს არ იყო შემთხვევითი გამარჯვება, ეს იყო გამარჯვება რომელშიც ყველაფერი ჩადეს აბსოლუტურად ქართველმა კალათბურთელებმა ძალიან მაგრად დაიწყო თამაში. პირველი სასიამოვნო სიურპრიზი რასაკვირველია იყო თორნიკე შენგელიას ხუთეულში გამოჩენა, ზოგადად ის ხუთეული რომლითაც დაიწყო საქართველოს ნაკრებმა თამაში უკვე ნათლად მეტყველებდა იმაზე რომ ჩვენ არაფრის დათმობას არ ვაპირებდით მთელი შეხვედრის განმავლობაში და ასეც მოხდა. მოვიგეთ პირველი მეოთხედი, მოვიგეთ ტაიმი და მოვიგეთ თლიანად მატჩი და ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, როგორც თავადაც აღნიშნე ჯგუფიდან გასასვლელად, იმიტომ რომ ამას დღევანდელ დაპირისპირებას რასაკვირველია ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდით თითოეული ჩვენგანი და რა თავისთავად ცხადია მთავარმცველი და კალათბურთელები. ბუნებრივია დღევანდელი გამარჯვების შემდეგ კალათბურთელებმაც გააკეთეს კომენტარები დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით და ძალიან კარგია რომ მათ გააკეთეს აქცენტი იმაზე რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავარდეთ ეიფორია
ბელგიაში და შესაბამისად უკვე ჩავთვალოთ რომ ჩვენ ვიმყოფებით რიგაში. ასე რომ ჯერ კიდევ ყველაფერი წინ არის 4 თამაში გვაქვს ჩასატარებელი წინ და ჯერ არაფერი არ დასრულებულა, თუმცა დღევანდელი მოგება რასაკვირველია ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის რომ საქართველოს ნაკრები ვიხილოთ რიგაში უკვე საუკეთესოთა შორის მებრძოლი უმაღლესი მიზნებისათვის. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მატჩის შემდგომი გაკეთებული კომენტარები საქართველოს ნაკრების წევრების მხრიდან. ეს ყველაფერი მოხდა ერთადგომის ხარჯზე, მონდომების ხარჯზე. თოკო შემოგვიერთა, დიდი მუხტი მოიტანა. ვინც რამდენი გულშემატკივარი ჩამოვიდა, დამატებითი ენერგია იყო ჩვენთვის და мотиваცია, მაგრამ ვიტყოდი რომ ჩვენმა მოთამაშეებმა, შემოგვიდებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ თავისი როლი ეთამაშოს სწორედ გამოსული მოედანზე სწორი ენერგიით. ყველას გვეშლება რაღაც და ხანდახან ემოციურები ვართ ხოლმე, მაგრამ დღეს ერთმანეთი ზურგი ქონდა და ვეხმარეთ ერთმანეთს და გამოვედით გამარჯვებით და ეს არის კიდე წინ დიდი თამაშები გველის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომაც ეხლა არ შეიძლება ზედმეტი რეაქციების გამოხატვა, უნდა დავრჩეთ მობილიზებულები, რომ შემდეგ თამაშებზე სწორი გამოვიდეს. მართლა სასწაული მოხდა, უკვე მეორე დავამარცხეთ ესპანეთი ერთხელ თბილისში, ეს 2 წლის წინ მოხდა და კიდევ დღეს რა და რა თქმა უნდა პირველ რიგში მიულოცავთ ჩვენს გუნდს, მწვრთნელებს, თქვენ მოგილოცავთ, ვინ ჩამურზანით აქ ჩვენ ქართველ გულშემატკივარს, ამ დიდ გამარჯვებას და ვინც ჩვენს ტელეეკრანიდან გვიყურა ქართველ ამ გულშემატკივარს ვარო თელმა საქართველოს გვიყურა და ქართველმა მოსახლემ რა დავიცი აი მართლა რო აი სამწვრთნელებმა რაც დავალება მოგწეს შეძლების დაგვერათ ასე ვთქვათ 90% შევასრულეთ და მაგიტომ ეს გამარჯვებაც ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაც მოვიპოვეთ. დღევანდელ შეხვედრას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი ჰქონდა გარდა იმისა, რომ მართლაც ბრწყინვალე და დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვეთ ძალიან მძიმე მეტოქესთან, თან ევროპირველობის სასტარტო შეხვედრაში. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო ის, რომ თორნიკე შენგელია ვიხილეთ, როგორც უკვე ვთქვით, მით უფრო რომ ბოლო წუთამდე პრაქტიკულად უცნობი იყო, იქნებოდა თუ არა თორნიკე შენგელია და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით გუნდისთვის და ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. გულშემატკივარი კი საქართველოს დღეს ძალიან მაგრად კომაგობდა დარბაზში, სადაც ტარდება ევროპის ჩემპიონატი და რომელიც მასპინძლობს ევროპირველობას 2000-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა. დღეს ესპანეთი საქართველოს დაპირისპირებას და უმრავლესობა იყო ქართველი, შემოსილი ეროვნული ნაკრების მაისურით, შემოსილი ეროვნული დროშით და წარმოუდგენელი სანახაობა იყო და ეს კიდევ ცალკე ემოციაა, რომელიც ძალიან რთულია ენით აღსაწერად. მე ერთს ვიტყვი უბრალოდ რომ ვინც იყო დარბაზში, პირადად მე შემექმნა ისეთი შტაბ-ეშტილება, ეს უკვე აღნიშნე და კიდევ უნდა აღნიშნო, რომ ჩვენ თამაშობდით თბილისში, თბილისის სპორტის სასახლეში და ამან ძალიან დიდი როლი და გავლენა იქონია იმ შედეგზე, რომელსაც მიაღწია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა და გულშემატკივრების წვლილზე თავის დავაცხადია ეროვნული ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამაც ისაუბრა. არაერთხელ მithქვამს რამხელა ფასი აქვს ჩვენთვის გულშემატკივარს. ყველას უხარია სახში თამაში, მაგრამ როდესაც შენ გულშემატკივარს ხედავ უცხო მოედანზე, ეს უფრო სხვანაირი გზნობაა რა და როდესაც იყო რაღაც მომენტები თამაშის ბოლოს, თითქოს რომ რაღაც დაიძაბა, თითქოს ამოგვეძღნე, მაგრამ ჩვენმა გულშემატკივრებმა და მათმა მხარდამჭერამ არ მოგვცა იმის საშუალება, რომ მოდუნებულიყავით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელი გუნდის სახელით, ვინც მოახერხა და აქ ჩამოვიდა, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებდა და ვისაც ჩვენი ბოლომდე ჯეროდა ნამდვილ გულშემატკივარს. ეს ხაზგასასმელია ნამდვილ გულშემატკივარს, კიდევ ერთხელ ვიტყვი. 2025 წლის ეს ბრწყინვალე შეხვედრა მე ღრმად მწამს რომ მომავალ შეხვედრებზე ზუსტად ასე იქნება და ქართველი გულშემატკივრის წვლილი და მხარდაჭერა ძალიან დიდი იქნება იმისათვის რომ საქართველოს ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწიოს დარჩენილ 4 შეხვედრაში. ბუნებრივია ჩვენნაირი პატარა ერისთვის თითოეულ გამარჯვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ბოლო პერიოდში გაგვიჩნდა გულშემატკივრობის კულტურაც და ბუნებრივია ამ ყველაფერს ხედავენ და აფასებენ ქართველი სპორტსმენები. გამარჯვება კი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებს, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემაც მიულოცა, ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მისი კომენტარიც. პირველ რიგში მინდა თითოეულ ქართველს და თითოეულ გულშემატკივარს მიულოცო ეს დიდი გამარჯვება, ისტორიული გამარჯვება. ესპანეთთან ასეთი დამაჯერებელი თამაშით გამარჯვება და მინდა მადლობა გადაუხადო თითოეულ მოთამაშეს. ასეთი საინტერესო
თამაშისთვის, რომელიც მათ შესთავაზეს ესპანეთის მოქმედ ევროპის ჩემპიონებს, შეიძლება ითქვას. მე მინდა ხაზი გაუსვა ჩვენ გულშემატკივარს. ჩვენმა კალათბურთელებმა შეიძლება ითქვას, ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით თითქოს და სახში ითამაშეს და ესეც რა თქმა უნდა დიდი მხარდაჭერა იყო და დიდი გამხნევება იყო ჩვენი კალათბურთელებისთვის. ისტორია იწერება ქართული სპორტის კიდევ ერთხელ და მე მინდა კიდევ ერთხელ თითოეულ მოთამაშეს მადლობა გადაუხადო ასეთი ემოციებისთვის. იმ ემოციებისთვის, რომელიც აჩუქეს აქ დამსწრეებს და რომელიც აჩუქეს საქართველოში თითოეულ გულშემატკივარს. მე ღრმად მწამს რომ ამ ემოციებს ჩვენ კიდევ არაერთ გზის გავიზიარებთ ჯერ ლიმასოლში, შემდეგ კი უკვე რიგაში და ჩემ დღევანდელ პირველ ჩართვას კურიერში ასეთ ვრცელს დავასრულებ თხოვნით უბრალოდ იმ ქართველების მიმართ, ვისაც გაქვთ საშუალება ჩამოდით უბრალოდ ჩამოდით ლიმასოლში და უდექით თქვენ გულშემატკივრეთ, იმიტომ რომ მათთვის ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და მე ღრმად მწამს რომ ჩვენ კიდევ 4 თამაში გვაქვს 30-ში 31 აგვისტოს იტალია საბერძნეთის, შემდეგ 2 სექტემბერს მასპინძელ კვიპროსთან და ბოლო მატჩი უკვე ჯგუფის ბოსნია ჰერცეგოვინასთან, თუმცა მე ღრმად მწამს რომ ბოლო მატჩამდე ჩვენ უკვე მოპოვებული გვექნება შემდგომი ეტაპის აგზური. მადლობა ლაშას, რომელსაც ევრობასკეტზეც კარგი ფეხი აღმოაჩნდა. ეს ხო ლაშა დვალიშვილი, რომელიც კვიპროსიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ახლა კი დავბრუნდეთ საქართველოში პროსტიტუციის საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. თბილისში დალუქულ მასაჟის ცენტრებში დაკავებული 12 პირიდან 12-ვე პატიმრობაში დარჩა. მათგან 10 ჩინეთის მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით დაკავებულთა უმეტესობა მენეჯერები და ადმინისტრატორები არიან, რომლებსაც ახლა პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციის ადგილის გადაცემისთვის ასამართლებენ. ადვოკატების შუამდგომლობა 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე დღეს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მხოლოდ ნაღდი ფული, სექსუალური მომსახურების საფასური პრაის-ლისტში 120 ლარით იწყებოდა, თუმცა შესაძლებელი იყო ფასდაკლებაზე ვაჭრობად. სულ დალუქულია 13 ობიექტი, რომელთა ძირითადი შემოსავალი პროსტიტუციის შედეგად მიღებული თანხა იყო. პროკურატურა აცხადებს, რომ ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გარდა საქმეში დევს მოწმეთა ათეულობით ჩვენება და სხვა არაერთი მტკიცებულება. 2 მიკროავტობუსი საქალაქო სასამართლოს ეზოში დღის 2 საათზე გამოჩნდა. სწორედ ამ ავტომობილებით მიიყვანეს პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებული 12 პირი პროცესზე დასასწრებად. პროცესზე დასასწრებად სასამართლოში დღეს დაკავებულების ახლობლებიც მივიდნენ. სასამართლომ დღეს ჩინეთის 10 და საქართველოს 2 მოქალაქის აღკვეთ ღონისძიებაზე იმსჯელა. 12-ვე ბრალდებული მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთ-ერთმა დაკავებულმა სიტყვის უფლებით ისარგებლა. მომღერალმა ხატიაწერეთელმა მოსამართლეს დარბაზიდან დამსწრეების გაშვება სთხოვა. შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სხდომა დაიხურა. დახურული პროცესი 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. მომღერალი ხატიაწერეთლის გარდა სიტყვის უფლებით დღეს არავის უსარგებლია. ცნობილია, რომ ყველა დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მომდევნო სასამართლოს სხდომებზე ადვოკატები იმის დამტკიცება შეეცდებიან, რომ დაკავებულები პროსტიტუციაში თავად იყვნენ ჩართულები და მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ დასაცავ პირებს არც ფართი გადაუციათ და არც კლიენტების მოძიებაში მიუღიათ მონაწილეობა. როგორც ყველასთვის ცნობილი არის, დახურულია, შესაბამისად პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციას ვერ გავავრცელებთ, მაგრამ რაც შეეხება აღკვეთ ღონისძიებას, ჩვენ შუამდგომლობა გვქონდა გირაოსთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში არასაპატიმრო გირაო იქნა ჩვენ მხრიდან მოთხოვნილი და შეთავაზებული იყო გარკვეული თანხა. ყველა ბრალდებული შემთხვევაში სხვადასხვა თანხა იყო, მაგრამ მოსამართლემ გარკვეული მიზეზების და გამო უარი თქვა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და პატიმრობა გამოიყენა ყველა პირის მიმართ, მათ შორის ჩვენი დაცვისყოების. ჯერჯერობით საქმის მასალებს უნდა გავეცნოთ კარგად, იმიტომ რომ გუშინ გაგვეცვალა საქმის მასალები და შესაბამისად ძალიან ბევრია. არავინ არ არის საერთოდ დაკითხული საქმეში, მხოლოდ ის ფარული მასალა და ასევე ფარული მასალის განხორციელებელი, ვინც თანამშრომლობს ის პირი არის გამოკითხული. ერთ-ერთი ღონისძიების შედეგად ამსახველი ვიდეო მასალა სწორედ მას უკავშირდება, შესაბამისად უბრალოდ ისე დაემთხვა, რომ ის კონკრეტული პირი, რომელიც შემოვიდა, მასთან იყო კომუნიკაციაში და სხვა კონკრეტულ შემთხვევებში სხვა პირებიც ანალოგიურად მონაწილეობდნენ. ანუ ეს არ არის ფართის გადაცემა, ეს არის უბრალოდ ამ საქმიანობის განხორციელება. რაც ადმინისტრაციული წესით დამსჯელია და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანმა ფართი გადასცა და ამის სისხლის სამართლის დანაშაული ჩაედინა. თავადაც იყო პროსტიტუციაში ჩართული. საპირისპირო არგუმენტი აქვს ბრალდების მხარეს. პროკურორი ამბობს, რომ პროსტიტუციის საქმეში გარდა ფარული ჩანაწერებისა, სადაც დანაშაულის კონკრეტული ფაქტები ჩანს,
გამოკითხვის ოქმები ცდებს. ბრალდების მხარის შუამდგომლობდა, რომ 12-ვე ბრალდებულის მიმართ გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა არგუმენტი საპროცესო საფუძვლები და ამ საქმის მასალების შესწავლის ყველა არგუმენტის დასაბუთებულობიდან გამომდინარე აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა. პროსტიტუციის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, შესაძლოა დაკავებულთა რიცხვი გაიზარდოს. პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის სულ 12 პირია დაკავებული. ჩატარებულია ფარული საგამოძიებო მოქმედებები. გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეო და აუდიო ჩანაწერები გაასაჯაროვა. მასალაში ისმის, როგორ აცნობენ გადახდის პირობებს სექსუალური მომსახურებისთვის მისულ მამაკაცებს ობიექტების ადმინისტრატორები. მასაჟი, სექსი გამოძიების ინფორმაციით დაკავებულები აქირავებდნენ ფართებს და პროსტიტუციაში ჩართულ ქალებს მამაკაცების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. კლიენტის მიერ გადახდილი თანხიდან კი ნახევარზე მეტ თავად იღებდნენ. დანაშაული 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მეორე დღეა დაკატაღებული ამ 7 მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები, რისი მიზეზით პროკურატურაში საბოტაჟისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება. გამოძიება კი აცხადებს, რომ ამ ენჯეობებმა მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების დაფინანსებას მოახმარეს. კერძოდ, საქმე ეხება პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების დროს აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვას. ოპოზიცია და ის ენჯოები, რომლებიც ფინანსურ ტრანზაქციებს ვეღარ ახორციელებენ, ამტკიცებენ, რომ ეს დაუსაბუთებელი ბრალდებაა, თუმცა ისფედის ხელმძღვანელმა თავად განაცხადა, რომ დონორების ფულით საკუთარი თანამშრომლებისთვის აერწინაღები იყიდა. აღიარებენ, რომ რაღაც რაოდენობის აერწინაღი და ჩაჩქარი იყიდეს იმისათვის, რათა პოლიციასთან შეჯახების დროს ყოფილიყო ადამიანი დაცული მათი აქტივი. სახელისუფლებო გუნდი აღიარებად სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელის განცხადებას მიიჩნევს, სადაც ლევან ნატროშვილი ადასტურებს, რომ ორგანიზაციამ საპროტესტო აქციისთვის აირწინაღები ნამდვილად შეიძინა. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია უცხოელი დონორებისგან მიღებულ დიდ ფინანსურ რესურსს ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად იყენებდა. ეს ფაქტები ვიხილეთ, თუ როგორ ახალისებდნენ პოლიტიკურათაც, ფინანსურათაც აი ამ შეჯახების და დესტაბილიზაციის ორგანიზების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციები. და არა თუ ორგანიზებას უკეთებდნენ ყველაფერ ამას, არამედ ღიად გამოხატავდნენ თავის დამოკიდებულებას პროცესისადმი. სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა განცხადება სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა და თავად დაადასტურა, რომ ორგანიზაციამ საპროტესტო აქციების დროს საკუთარი თანამშრომლებისთვის 30-მდე აირწინაღი და დამცავი სათვალე შეიძინა. ამის მიუხედავად 50-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთო განცხადებაში ირწმუნება, რომ ანგარიშები მათ კოლეგებს უსაფუძვლოდ და მტკიცებულებების გარეშე დაუყადაღეს. ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებისა და უფლებების დაცვას ახორციელებენ, საქმიანობის უკანონოდ გამოცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ოცნების მთავრობის ერთ-ერთი მიზანი საქართველოს მოქალაქეების, სახელმწიფოს სადამსჯელო ქმედებების წინააღმდეგ დახმარების გარეშე დატოვებაა. ასე ფიქრობენ ცალკეული ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებიც. ჯინ შაჰინი, ჯო უილსონი და რასა იუკნევიჩიანი სოციალურ ქსელში წერენ, რომ 7 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის ფინანსური ოპერაციების შეზღუდვა რეპრესიულია. რამდენიმე ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსის განცხადებას იზიარებენ ქართული ოპოზიციური პარტიებიც. გამოძიების ინფორმაციის მიუხედავად, რომ 7 ორგანიზაცია 2024 წლის აქციებზე დემონსტრანტებს მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდა და დიდ ფულს ხარჯავდა საპროტესტო ინვენტარზე, ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ NGO-ების მიზანი ძალადობის წახალისება არ იყო. არასოდეს არ ყოფილა არასამთავრობო მიერ დაფინანსებული ძალადობა, ამაზე ხაზგასმწებული ვთქვათ. მისაღები არის ნებისმიერი თანხების დახარჯვა, როდესაც საუბარი არის სამოქალაქო პოლიტიკურ უფლებებზე, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას. თავარი ამოცანა ქართული ოცნების მხრიდან არის ხელოვნურად შექმნა აჟიოტაჟი და ხელოვნურად გაამწვავონ პოლიტიკური სიტუაცია არჩევნების წინ.
ვინ მონაწილეობდა შესაძლო ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში. ქართული ოცნება გამოძიების შედეგს ელოდება და ამბობს, რომ საბოლოო დასკვნამდე თავად არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მათი უცხოელი პარტნიორებიც ვეღარ მალავენ, რომ მათი საერთო მიზანი საპროტესტო მუხტის გაღვივება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო. მდიდარი NGO-ები ფინანსდებოდნენ ამ ორგანიზაციებისგან, USAID-ისგან, NED-ისგან და სხვა ორგანიზაციებისგან ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით. ხედულობდნენ ათასგვარ ატრიბუტიკას, ურიგებდნენ მომიტინგეებს და აკეზებდნენ, რომ ძალადობრივი აქციები განახორციელებლად პროკურატურა ვალდებულია ბოლომდე გამოიძიოს და შეისწავლოს ეს საკითხები, რამდენად იყო ეს საბოტაჟი, ვინ მონაწილეობდა ამაში. ის რომ თითქოს მათი თქმით ისინი იცავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, მე მგონი ამისათვის არ არის საჭირო პიროტექნიკა, ძაგის სპრეი და მით უმეტეს მოლოტოვის კოქტეილები. ისინი არიან დაქირავებული, ასე ვთქვათ, გარე დაფინანსებით, ის რომ შიდა არეულობა მოაწყო. სამოქალაქო საზოგადოების ფონდს, სამართლიან არჩევნებს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, დემოკრატიის მცველებს, დემოკრატიულ ინიციატივას, საფარსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრს, საბანკო ანგარიშები პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე გუშინ დაუყადაღა. საუბარია საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე, რომელზეც საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მყარი მტკიცებულება საქართველოს ხელისუფლების ხელში, რომ უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯება იმ ქვეყნების მთავრობების წინააღმდეგ, ვინც გარე მითითებებს არ ემორჩილება. საბოტაჟის მუხლით აღზრულ სისხლის სამართლის საქმეს დაემთხვა USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამანტა პაუერის აღიარება, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერეოდა და ამისათვის მილიონებსაც ხარჯავდა. სამანტა პაუერი USAID-ს 2021 წლის 21 წლიდან 4 წლის განმავლობაში 2025 წლამდე ხელმძღვანელობდა. ის ჯო ბაიდენმა დანიშნა, თუმცა დონალდ ტრამპმა სააგენტო საერთოდ გააუქმა. მიზეზი ზუსტად ის არის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ბოლო რამდენიმე წელია საუბრობს. მილიარდების არამიზნობრივი ხარჯვა და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევა. ქართულ ოცნებას კითხვები აქვს, რატომ დუმს ამერიკის დიპლომატიური მისია მაშინ, როდესაც ამერიკის ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების განცხადებები USAID-ის საქმიანობასთან დაკავშირებით ერთმანეთთან თანხვედრაშია. პრანკერების მახეში გაბმული სამანტა პაუერი მოლდოვასა და უკრაინას ახსენებს, თუმცა პარალელების გავლება საქართველოსთან ბოლო წლების მოვლენების მიხედვით ძალიან ადვილია. დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში მმართველმა პარტიამ USAID ამავე ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. სახელისუფლებო პარტიაში ითქვა, რომ USAID მძლავრი ფინანსური მხარდაჭერით სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევით იყო დაკავებული. იხსენებენ საქართველოს მაგალითს და კითხვები აქვთ იმ ფონზე, როდესაც შტატების პრეზიდენტის, მისი ადმინისტრაციისა და საქართველოს ხელისუფლების შეხედულებები თანხვედრაშია, რატომ გრძელდება საქართველოს მიმართ არასამართლიანი დამოკიდებულება და რატომ ირჩევს დუმილს ამერიკის საელჩო. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საქართველოს თემასაც მიაქცევს ყურადღებას, ვინაიდან სწორედ მათგან ვიცით ჩვენ, რომ არაერთი ათეული მილიონი დოლარია დახარჯული საქართველოში წინა საარჩევნო პერიოდში და ასევე არჩევნების შემდეგ, რათა ორგანიზებული ყოფილიყო ეს დესტაბილიზაციის ეს პროცესი. ამ თანხებს იყენებდნენ კონკრეტულად არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ საკითხს დღეს იძიებს საქართველოს პროკურატურა. ის რაც პაუერმა აღიარა არის მდგომარეობს შემდეგში, რომ წლების განმავლობაში მილიონობით დოლარი უდიდესი ფინანსური რესურსი იხარჯებოდა USAID-ის მიერ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის უკრაინასა და მოლდოვაში, იმისთვის რომ სასურველ მთავრობებს დახმარებოდნენ და არასასურველი ხელისუფლებები მოეცილებინათ. ქართული ოცნების ხელისუფლება ზუსტად ის ხელისუფლება, რომელიც დონალდ ტრამპის მიერ განცხადებულ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, ესატყვისება უკვე ძალიან დიდი ხანია და აცხადებს პირდაპირ, რომ ეს თანხები და ეს სახსრები USAID-დან სწორედ დემოკრატიის საწინააღმდეგოდ რევოლუციების, ქაოსის მოსაწყობად გამოიყენებოდა. და დუმილი შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან და ღიად მხარის არ დაჭერა ქართული სახელმწიფოს, ქართული ოცნების ხელისუფლებისადმი, ბუნებრივია, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ამ ყველაფრის ფონზე ნათელია და ცალსახაა, რომ ის გამოძიება, რომელიც საბოტაჟის მუხლით მიმდინარეობს საქართველოს პროკურატურაში, არის სრულიად გამართლებული.
ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვირტუალურ ხულიგნობაში რუსმა პრანკერებმა გააბეს. ვიდეო მასალა კი ინტერნეტ სივრცეში გაავრცელეს. ჩანაწერში სამანტა პაუერთან საუბარი ძირითადად USAID-ის დაფინანსებას უკავშირდება. პაუერი ამბობს, რომ მოლდოვისთვის უპრეცედენტო რაოდენობის თანხა იყო გამოყოფილი და მაია სანდუს მმართველობისთვის 10 მილიონი დოლარია დახარჯული. USAID-ის ყოფილი შეფი ყვება იმასაც, რომ თანხა კიშინევში კიევზე ადრე იგზავნებოდა. შეშფოთებას გამოხატავს ტრამპის პოლიტიკის გამოც და ევროპელ პოლიტიკოსებს გააქტიურებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული გავგზავნეთ. ყველა ფულადი ნაკადი შეჩერდა, როცა ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. ახლა ის მოლდოვის საქმეებში არ ერევა და სანამ ტრამპი არ ერევა, ევროპა ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი. მაკრონმა და ფონ დერ ლაიენმა ამ სფეროში უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ. ბოლო დროს სანდუმ ძლივს გაართვა თავი, რაზეც ძალიან ვნერვიულობთ. სამანტა პაუერის აღიარება ოპოზიციისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. ამბობენ, რომ მის ნათქვამში სიახლე არაფერია და USAID-ის დაფინანსებაზე ინფორმაცია მანამდეც ჰქონდათ. ხელისუფლების ოპონენტები დღეს იმის ახსნას ცდილობდნენ, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანხები საქართველოს შემთხვევაში არამიზნობრივად არ იხარჯებოდა. ყოველგვარ ვის წავადგა და როგორ წავადგა ეს არის საერთოდ ძალიან ვრცელი საკითხი, რომ ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა ძალიან ბევრ ქვეყანაში. რაც შეეხება საქართველოს მიმართებაში USAID ნამდვილად არ იყო თუ ვინმეზე ფულს ხარჯავდა USAID იყო სახელმწიფო ინსტიტუციები და არა ვიცი ოპოზიციური აქტორები თუნდაც ან ნებისმიერი სხვა ორგანიზაცია. სამანტა პაუერსმა თქვა ძალიან მარტივი რამ, რაშიც არაფერი განსაკუთრებული სიახლე არ არის, ის რომ USAID-ის მთავარი ფუნქცია არის ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ პარტნიორ ქვეყნებში დემოკრატიის მხარდაჭერა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გარშემო გავრცელებული ინფორმაცია ქართულ ოცნებას იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ USAID Deep State-ის ხელში ინსტრუმენტია. ეს არის მორიგი აღიარება, ეს არის ზუსტად ის, რაზე ჩვენ საუბრობთ უკვე თითქმის 4 წლის განმავლობაში. USAID-თან მიმართებაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი აშკარა არის, ამაზე ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია პირდაპირ ღიად საუბრობს და ამ ქალბატონმა ეს ყველაფერი დაადასტურა, რომ მათი დაფინანსებული NGO-ები ერთის მხრივ სხვადასხვა ქვეყნებში ეწეოდნენ იმას, რომ მათთვის მისაღები მთავრობების, ასე ვთქვათ, ხელისუფლების შენარჩუნებაში იყვნენ ჩართულები, ისეთი მთავრობების, რომლებიც ემსახურება Deep States, ხოლო მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ისეთი მთავრობების ხელისუფლებიდან ჩამოშორებით იყვნენ დაკავებულები, რომლებიც არ ემსახურებიან Deep State-ის ინტერესებს, საქართველოს მაგალითით შეგვიძლია ვთქვათ. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ცოტა გასაკვირი არის ამერიკის შეერთებული შტატების, აი ამ ყველაფრის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაციის დუმილი საქართველოსთან მიმართებაში. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება აღიარებს, რომ ეს ორგანიზაციები ამ თანხებს ხარჯავდნენ არაკანონიერად ხელისუფლებების დასამხობად უცხო ქვეყნებში. საქართველოს რატომღაც ჩუმად არიან. საქართველოს რატომღაც არაფერს არ ამბობ, რომ იგივე პროცესები საქართველოში ხდებოდა. რა ხდება? რატომ? ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო მუშაობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში მიმდინარე წლის ივლისში შეწყვიტა. შტატების ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ამერიკული ფინანსური დახმარება შეზღუდული და მიზნობრივი უნდა იყოს, რომელიც პირველ რიგში სწორედ ამერიკის ინტერესებზე იქნება მორგებული. ორი სხვადასხვა თოფი და პისტოლეტი 23 წლის ახალგაზრდა ბავშვებს ცეცხლი ეკლესიის ფანჯრიდან ლოცვის დროს გაუხსნა. მასობრივი სროლა ამერიკაში ამჯერად მინეაპოლისში კათოლიკური სკოლის ეკლესიაში მოხდა. მოკლულია ორი ბავშვი 8 და 10 წლის. 17 დაჭრილიდან 14-იც მცირეწლოვანია. გამოძიებას ჯერ მოტივი არ აქვს, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს მკვლელი სოციალური პლატფორმების შესწავლა. მან თავის საკუთარი იარაღით მოიკლა. ამერიკის შეერთებულ შტატებში მხოლოდ წელს მასობრივი მკვლელობის უკვე თითქმის 300 ფაქტი მოხდა. ეს ვიდეო 23 წლის რობინ ვესტმენმა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე YouTube-ის პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ჩანაწერში ისმის ახალგაზრდა ადამიანის ხმა, სადაც ის დაგეგმილ დანაშაულზე საუბრობს და ბოდიშს წინასწარ მხოლოდ საკუთარ ოჯახს უხდის. კადრებში ნაჩვენებია ირაღის რამდენიმე მჭიდით, ძალადობრივი შინაარსის წარწერით, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვების და შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ. ჩხრეკისას მის სახლში ასევე აღმოაჩინეს რუსულ ენაზე შევსებული დღიური. დგინდება, რომ ვესტმენი არაერთი ნეონაცისტის და სერვერი მკვლელის, მათ შორის ანდრეი ბრეევიკის შთაგონებით მოქმედებდა. ეკლესიაში ვიყავი და უცებ სროლის ხმა გავიგე და გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, ძალიან მეშინია. მასწავლებელმა კიბეების გავლით ერთ-ერთ კლასში გადაგვიყვანა. მე და ჩემი მეგობარი ვლოცულობდით, რომ გადავრჩენილიყავით.
რობინ ვესტმენმა მინეაპოლისის კათოლიკურ სკოლაში ცეცხლი იმ დროს გახსნა, როდესაც ბავშვები და მასწავლებლები საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არსებულ ტაძარში წირვას ესწრებოდნენ. ლოცვის დროს თავდამსხმელმა 8 და 10 წლის ბავშვები მოკლა. 17 ადამიანი კი დაჭრა, მათ შორის 14 არასრულწლოვანია. წირვის დროს შეიარაღებული პირი შენობის გარედან მიუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო სროლა სკამებზე მჯდომი ბავშვების მიმართულებით. მსროლელი შეიარაღებული იყო შაშხანით, თოფით და პისტოლეტით. ეს იყო წინასწარ განზრახული ძალადობის აქტი უდანაშაულო ბავშვებისა და სხვა ადამიანების მიმართ. აღმაშფოთებელია ბავშვებით სავსე ეკლესიაში სისასტიკისა და სიმხდალის ასეთი დემონსტრირება. შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ რობინ ვესტმენმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულის ყველა იარაღი 23 წლის ახალგაზრდამ კანონიერი გზით თავადვე შეიძინა. სწორედ ამიტომ ქალაქის მცხოვრებლები კანონმდებლობის გამკაცრებას და ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვაზე აკრძალვების დაწესებას ითხოვენ. იგივე აზრს იზიარებენ კონგრესსა და სენატში მინესოტას შტატის წარმომადგენლები, რომლებიც გარდაცვლილთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პირადად შეუერთდნენ. ჩვენ შთაგონებულები ვართ მასწავლებლებისა და ეკლესიის წევრების გმირული ქმედებით, თუმცა მათ არ უნდა უწევდეთ ამის გაკეთება. მე-6 კლასელებს არ უნდა მოუწიოთ პირველ კლასელების დაცვა. ამიტომ მოდი გამოვხატოთ უდიდესი პატივისცემა, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი მოქმედებად ვაქციოთ. ჩვენზეა დამოკიდებული, რომ ეს ტრაგედია არასდროს განმეორდეს ამ ქვეყნის არც ერთ სხვა კუთხეში. აქ მინეაპოლისში შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი კანონი, მინესოტაში შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი კანონი, მაგრამ თუ ჩვენ არ შევცვლით ამერიკის შეერთებული შტატების კანონებს, ჩვენი არც ერთი შვილი არ იქნება უსაფრთხოდ. 23 წლის თავდამსხმელს ეკლექტური პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა. მტკიცებულებებს შორის აღმოჩენილია აირის ხელყუმბარები, ანტისემიტური წარწერებით და დონალდ ტრამპის ლიკვიდაციის იდეით. მეორე მხრივ კი რობინ ვესტმენი სექსუალური უმცირესობისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი იყო. წარსულში ის რობერტ ვესტმენის სახელით იმავე სკოლაში სწავლობდა, სადაც შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. 17 წლის ასაკში ვესტმენის დედამ სასამართლოს მიმართა და შვილისთვის სახელის შეცვლა მოითხოვა, რადგან მოზარდი თავს ტრანსგენდერ ქალად აიდენტიფიცირებდა. დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ალან პერსელს შეხვდა. დიპლომატიური მისიის მიერ გავრცელებული ცნობით მინისტრთან განიხილეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის შექმნა. თავის მხრივ ინფორმაცია გავრცელა ეკონომიკის სამინისტრომაც. უწყების ინფორმაციით შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და შეერთებული შტატების თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის ყურადღება გამახვილდა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე. ასევე ითქვა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით. პირადი ცხოვრების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო თეატრო ლუკიანი სასამართლოს მიმართავს. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სოციალური ქსელებში აგორებული დეზინფორმაციით მეორედ გაათხოვეს, რასაც არაერთი კომენტარიც მოჰყვა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს კამპანია წამოიწყო, ირინა სარიშვილია, რომელსაც თეატრო ლუკიანი ახლა სასამართლოში შეხვდება. დეზინფორმაცია და ცილისწამება. თეატრო ლუკიანი მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცრუ ინფორმაციების გამავრცელებლებს სამართლებრივ დავას უანონსებს. მანამდე კი ყველას მოუწოდებს სოციალური ქსელებიდან ის პოსტები წაშალონ, რომლითაც ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებები დაირღვა. გაცნობებთ, რომ არავის არ გავყოლივართ სოლად ციხეში გარეძალების დავალებით, არამედ გერგეთის სამებაში დავიწერე ჯვარი ნუგზარ კაკულიაზე, სადაც ორივე მხარე მოძღვრის წინაშე ჩვენივე ნებით დავდექით. ჯვრის ერთგულება კი ჩემი ერთ-ერთი თვისებაა, რომელსაც ვერ მოვიშლი. ყველა ის პირი, ვინც მეორე დღეა სიბინძურეს ავრცელებთ, მეორე ქმარი შეირთო და არ ღვევთ ათობით ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას სასამართლოში შევხვდებით. ჯერ კიდევ გაქვთ დრო, რომ სიბინძურეები და სხვადასხვა უხამსობები წაშალოთ. თეატრო ლუკიანის ამ განცხადების ადრესატებმა დღეს კომენტარის გაკეთება აღარ ისურვეს. სოციალურ ქსელში დაწერილი ერთ-ერთი სტატუსის ავტორმა ირინა სარიშვილმა კურიერის კითხვას ჯერ თავი აარიდა, შემდეგ კი სატელეფონო ზარებს აღარც უპასუხა. ბავშვებს ვაჭმევან ძალიან ჯერ. ლიბერალურ ფაშიზმზე საუბრობენ მმართველ გუნდში. ამბობენ, რომ თეატრო ლუკიანის მიმართ აგორებული დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი ოპონენტების მხრიდან პარლამენტის ვიცე-სპიკერის დისკრედიტაციის მცდელობაა. რა ინტელექტიც აქვს დაპირისპირების ფორმაც იგივე შეარჩია. მხოლოდ ერთი რამის გამო არის სამიზნე. მათ ძალიან კარგად იციან, რომ სულ ცოტა ხანში, რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება დასკვნა საგამოძიებო კომისია, სადაც არც ერთი ფრაზა არ იქნება მოხმობილი, სადაც წყარო ამ მტკიცებულება არ იქნება მითითებული.
იციან რა, რომ ეს გამანადგურებელი დოკუმენტი იქნება და ფაქტიურად საბრალდებო დასკვნა იქნება როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი ამ ორგანიზაციებისა და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობისა, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ეს დანაშაულები ჩაიდინეს. რა თქმა უნდა, უნდათ რომ ეს მისი ხელმძღვანელი, ამ კომისიის ხელმძღვანელი გააშავონ, რათა თქვათ ფასი დაუკარგონ ამ დასკვნას. მაგრამ ეს არ გამოუვათ. ქავტონ თეას ამით არაფერი დააკვირდება, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით საზოგადოებამ, რატო ხდება აი ამ ნაცხროვიდან ესეთი მიმართულება ქავტონ თეას მიმართ, იმიტომ რომ თეა არის ის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობდა დროებით საგამოძიებო კომისიას, რომელმაც გამოავლინა და საზოგადოებისთვის ხელის გულზე დადო ის დანაშაულები, რომელიც ნაციონალურმა მოძრაობამ წლების განმავლობაში ჩაიდინა. თეა მუდამ იცავდა საქართველოს, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და ამიტომაც ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში ის გახდა სამიზნე აი ამ უხამსობით გაჯერებული დეзинფორმაციისა, თუმცა დარწმუნებული ვარ, თეა წულუკიანი აბსოლუტურად ყველას სამართლებრივად და სამართლიანად მოსთხოვს პასუხს. თეა წულუკიანის შესახებ ცრუ ინფორმაცია Facebook-ზე გუშინ გავრცელდა და ვირუსულად მოედო სოციალურ ქსელს. მერობის კანდიდატების წინა საარჩევნო კამპანია თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ მრჩეველს რეგიონებში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრებიან. ამჯერად რუსთავი და გარდაბანი ნინო ლაცაბიძე და დავით კარგალეთელიც მოქმედი მერები არიან. ორივე კანდიდატი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეები მათ ნდობას მეორეთაც გამოუცხადებენ. გეგმები ძალიან ბევრია და ისეთი, რომელიც ჩვენი ქალაქის ცხოვრებას და ყოველდღიურობას ნამდვილად შეცვლის უკეთესობისკენ. რუსთავის მოქმედ მერს კიდევ ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელებასაც მომდევნო 4 წლის განმავლობაში აპირებს. ქართულმა ოცნებამ ნინო ლაცაბიძეს ნდობა უკვე მეორედ გამოუცხადა. მერობის კანდიდატს შესრულებული სამუშაოები უმაგრებს ზურგს და მატებს თავდაჯერებას, რომ კიდევ ერთხელ გახდება მშობლიური ქალაქის მერი. მისთვის პრიორიტეტი იყო ახალგაზრდები და როგორც ამბობს, მომავალშიც იქნება. პირველ ეტაპზე მნიშვნელოვანი იყო როგორც სპორტის მიმართულებით აქცენტის გაკეთება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი მათთვის ყოფილიყო ერთ-ერთი უმთავრესი და ამისთვის შესაძლებლობა ქონოდათ და ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, რომლისთვისაც ჩვენ არაერთი შენობა ავაშენეთ და მინდა აღვნიშნო, რომ შენობის აშენება არასდროს არ არის მთავარი მიზანი. მთავარი მიზანია რა მოხდება იმ შენობებში და რა შესაძლებლობებს გააჩენს ეს შენობები სწორედ ახალგაზრდებისთვის. ამ წლების განმავლობაში ქალბატონმა ნინომ შეძლო და ისეთი რაღაც მოახდინა რუსთავში, კერძოდ სპორტში, რომ ესე ვთქვათ, გადაარჩინა ბევრი სპორტის სახეობა. 6 სექტემბერს მსოფლიო ქამარი გათამაშდება რუსთავში. ქალბატონ ნინომ ძალიან დიდი სურვილი გამოთქვა, ესე რომ ვთქვათ და მხარდაჭერა გამოთქვა ამ შეჯიბრთან დაკავშირებით. ჩატარდება ისეთი შეჯიბრი, რაც რუსთავში არ ყოფილა არასდროს MMA-ში. რუსთავის სპორტის სასახლე, ახალგაზრდობის სასახლე, ციფრული განვითარების სივრცე, მედიათეკა, თანამედროვე ევროპული სტანდარტის მუნიციპალური ტრანსპორტი, ახალი მუნიციპალური სივრცეების ცენტრი, განახლებული სკოლები და ბაღები, რეაბილიტირებული მეგობრობის გამზირი, ძველი რუსთავი და რუსთაველის ქუჩა. ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც რუსთავში ნინო ლაცაბიძის მერობის პერიოდში განხორციელდა. 4 წელიწადში რუსთავის განვითარებისთვის სულ 346 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. პროექტების განხორციელება არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ქალაქში ყველა გამოწვევა დაძლეულია, ბევრია კიდევ გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი ფეხზე დადგეს და ის ყოფითი პრობლემები აღარ გქონდეს და ნამდვილად ვიყოთ დაკავებული სპორტით, ხელოვნებით, კულტურით და ისეთი ღონისძიებებით, რომელიც ყველას გვახალისებს, თუმცა ამის ფუფუნება დღეს არ გვაქვს და მთელი გუნდი ჩართული ვართ სწორედ აი ამ გამოწვევების დაძლევაში. ჩვენზე კარგად დღეს არავინ არ იცის, რამდენი გამოწვევა აქვს, თუნდაც თითოეულ კორპუსს, რამდენი სადარბაზო, რამდენი ლიფტი, რამდენი სახურავია გასაკეთებელი, მოსახლეობასთან ერთად აქტიური თანამშრომლობით და ჩვენი ძალიან დიდი მონდომებით და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამოწვევებს ძალიან მალე დავძლევთ. ქალაქს ქალიმერი რომ ყავს დაეთყო, რაღაც მზრუნველი დედასავით ეფოფინება თავზე ქალაქს და ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი მერი, ისევე ქალბატონი ნინო. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას კიდევ ერთი მოქმედი მერი მიიღებს. გარდაბნის მერობისთვის დავით კარგარეთელი უკვე მეორედ იბრძოლებს. მარტყოფში დაბადებულ ადგილობრივ კანდიდატს მარტყოფელები მხარდაჭერას უცხადებენ. მუნიციპალიტეტში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება კი აძლევს იმედს, რომ მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს. მე არ ვიცი, სიტყვები არა მაქვს რა. არაჩვეულებრივი ბიჭი, ახალგაზრდა და მეორედ კი მესამედაც რო არჩიონ. მე მგონი უარს არავინ არ ეტყვის.
და მარტყოფი რაც დავბერდი 77 წლისავე გაკეთებული წინ და წინ მიდის საერთოდ ყველაფერი. გამომდინარე იქიდან თუ რა შევძელით და რა გავაკეთეთ განვლილი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობთ რომ ხარდაჭერა აუცილებლად გვექნება. შევძელით ბევრი ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომელი პრობლემებიც აწუხებდა ჩვენს მუნიციპალიტეტს. მუნიციპალიტეტში აქცენტი იყო აღებული როგორც საგზაო ინფრასტრუქტურაზე, ასევე სოციალურ მიმართულებაზე, ასევე სკვერების და რეკრეაციული სივრცეების მოწყობაზე. ჩვენ სწორედ ახლა ვიმყოფებით მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ლოკაციაზე, სადაც მიმდინარეობს რეკრეაციული სივრცის მოწყობა სოფლებში, მუნიციპალიტეტის ასევე ქალაქ გარდაბანში შევძელით და დავაგეთ ისეთ ადგილებზე ასფალტის საფარი, სადაც იქამდე საერთოდ არ ყოფილა და ძალიან ბევრ ქუჩებს ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. დავით კარგარეთელის ხელმძღვანელობით შვიდ სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. განახლდა ლემშვენიერა საბავშვო ბაღი. ასევე აშენდა 2 300 ბავშვზე გათვლილი სართიჭალისა და მარტყოფის სკოლამდელი დაწესებულება. მოიწყო 50-მდე ახალი სპორტული ობიექტი. ახალგაზრდების ხელშეწყობის ფარგლებში გაიცა არაერთი სტიპენდია. გარდაბნის 40-ვე სოფელში მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები. ამჟამად მიმდინარეობს 17 მილიონიანი პროექტი, რომელიც რუსთავი გარდაბანი ქესალო ნაზარლო ვახტანგისის ცენტრალური გზის 10 კილომეტრიან მონაკვეთს მოიცავს. მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება ის მიმდინარე პროცესები დასრულდეს, რაც შეეხება წყალმომარაგებას. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდობა და ჩვენი მომავალი თაობა. მუნიციპალიტეტში მოხდა საჯარო სკოლების რეაბილიტაცია მიმდინარე 4 წლის განმავლობაში და ასევე მომავალი 4 წლის განმავლობაში პრიორიტეტი იქნება ჩვენთვის, რათა ჩვენმა მომავალმა თაობამ შეძლოს განათლების მიღება სრულიად სუფთა და ჯანსაღ გარემოში. 4 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ყველა ასე ფართოდ გაშლილი მშენებლობა, ამშენებლობა, არ ვიცი, არ მახსოვს. 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქართულმა ოცნებამ ქვემო ქართლის ორივე მუნიციპალიტეტში, რუსთავსა და გარდაბანში მოქმედი მერები წარადგინა. იქორწინა საქართველოში ეს ახალი ტურისტული მიმართულება ინდური ქორწილებისთვის. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ ხელშეკრულება გააფორმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებულ კომპანიასთან. შედეგად გრანდიოზული წვეულებების 15 მსხვილი ორგანიზაცია უკვე საქართველოშია. საფრანგეთი, მალტა, კატარი, შვეიცარია, მალდივები და ახლა უკვე საქართველოც. მიმზიდველი ლოკაცია მდიდრული და მრავალრიცხოვანი ქორწილებით სახელგანთქმული ინდოელი წყვილებისთვის. მოუთმენლად ველით, რომ ბევრი ქორწილი ჩატარდეს საქართველოში, ბათუმში, კახეთში და სხვა ადგილებში. სულ მალე საქართველოს მრავალმილიონიანი საქორწილო ცერემონიების მასპინძელი გახდება. ქვეყანა ინდოეთიდან 15 მსხვილ კომპანიას მასპინძლობს. დელეგაციის წარმომადგენლებმა თბილისი, მუხრანი და კახეთი მოინახულეს. მათ ადგილზე დაათვალიერეს სასტუმროები და გაეცრნენ ინფრასტრუქტურას, სადაც სამომავლოდ ქორწილებისა და სხვა მასშტაბური ღონისძიებების გამართვაა შესაძლებელი. ჩვენი კომპანია ქორწილების ღონისძიებებს ატარებს. ამ ხრივ საქართველოს ძალიან საინტერესოა. თქვენ გაქვთ კულტურა, მემკვიდრეობა, სითბო და სტუმართმოყვარეობა. ინდოეთში დაბრუნების შემდეგ ჩვენს კლიენტებს შევთავაზებთ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას. ვფიქრობ, საქართველოს საუკეთესო დანიშნულების ადგილი. აქ იდეალურად ერწყმის ერთმანეთს კულტურა, ტრადიციები და კერძები. თან პირდაპირი ავიარეისებიც გვაქვს. ჩვენ როგორც საქორწინო მიმართულების ორგანიზატორებს ძალიან მოგწონს ქართული სასტუმროები. ვიზიტის ფარგლებში კომპანიების წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს ჩვენ ვუმასპინძლეთ ცნობილ ღონისძიებების ორგანიზატორებს ინდოეთიდან, მათ გავაცანით შატო მუხრანის სასახლე, ღვინის ტური ჩავუტარეთ და ასევე შევთავაზეთ ღვინის დეგუსტაციები. ვფიქრობთ, რომ ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრა და სამომავლოდ ველოდებით ძალიან ბევრ ტურისტს, ასევე ძალიან ბევრ წყვილს ინდოეთიდან. ჩამოსულები არიან ივენთ პლანერები, იგეგმება ძალიან დიდი ღონისძიებები საქართველოში და ჩვენ ძალიან გვიხარია, რადგან ბიოლი ზუსტად ის ადგილია, რომელიც შეიძლება რომ გაუმასპინძლდეს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ახალი მიმართულება ინდოეთიდან მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. ევროპაში ეს გამოცდილი პროდუქტია, არაერთმა ქვეყანამ უკვე პოზიციონირება გააკეთა როგორც საქორწილო მიმართულება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, საქართველოს სტუმართმასპინძლობას აქვს უნარი, რომ ეს ნიშა დაიკვირდეს. სწორედ ამიტომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს პროექტზე, რისთვისაც საქართველოს ეწვივნენ საკმაოდ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიები ქორწილის დამგეგმავებით. ვინაიდან და რადგანაც ეს ღონისძიებები გამოირჩევა მაღალხარჯვემდიანი თვისებებით, ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება არის.
იმიტომ რომ მოკლე ვადაში ხდება დიდი რაოდენობით თანხის შემოდინება ჩვენს ქვეყანაში. ვაცნობთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს შესაძლებლობებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინდოეთი უკვე ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ბაზარია საქართველოსთვის. 2025 წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყნიდან ვიზიტორების დანახარჯმა 110 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.